ხო არის გადაკრული ნათქვამი, იგაური სტილი, ანუ გურამი თითქოს ცდილობდა რაღაცა მოგონილი სამყარო, მოგონილი სახელები და ასე შემდეგ. ყველამ ხო ვიცოდით და ხედავდით, რომ ეს რა ხდება და სად ხდება. თუ საუბრობდა სახლში. კი, რა თქმა უნდა, გავიზარდეთ ძალიან ისეთი განწყობით, რომ ანტისაბჭოთა. ხო. აი მაგალითად ახლა რომ შესულიყავით კომპარტიაში ან რაღაც რომელიმე მისი შვილი. ხო, არა, იცით რა, ალბათ ეგ აზრათაც არ მოგვიდოდა, მაგრამ მამაჩემს გარშემო თითქმის ყველა მისი მეგობარი იყო კომპარტიის წევრი და ოღონდ ძალიან ახლობლები და გიждდებოდა და სულ არ თვლიდა, რომ თვითონ რამე განსაკუთრებულს აკეთებდა, მაგრამ აი მამაჩემისთვის იმდენად ეგ იყო რაღაცა, თვითონ პირადად მისთვის მიუღებდა, იმიტომ რომ მაშინ ვეღარ იმუშავებდა. აი ესე ისევ ეგ რო ვთქვა. ვეღარ იმუშავებდა, აი რაღაც ხარკი რო გადაეხადა რაღაცისთვის, ანუ შეძლო მაგის გაკეთება, რომ ხარკის გადახდის გარეშე იცხოვრა. იმიტომ რომ ბევრმა გადაიხადა მამაჩემის აი სათაყვანებელმა ადამიანებმა, იმიტომ რომ თქვათ იგივე ვერ გადაიღებდნენ რაღაც ფილმს და სხვებს არ განიკითხავდა მაგ ხე, მაგრამ აი თვითონ აი ძალიან ის იყო რა დისტანცირებული მაგ რაღაცებთან.